სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა უფალს დღევანდელი წირვისათვის. დღეს ჩვენ მოვიხსენებთ ერთ-ერთ დიდ წმინდანს, წმინდა სტეფანე პირველ დიაკონს. თქვენ იცით, რომ შეიგი მოდი ორიოდე სიტყვით ვთქვათ, საიდან მოდის დიაკონობის ინსტიტუტი, მათი არსებობა საერთოდ. პირველ ქრისტიანთა ცხოვრების წესი იყო ასეთი, რომ ყველაფერი საერთო ჰქონდათ, როგორც საქმე მოციქულთა გადმოღწევს. თუ ვინმე ცოტა შეძლებული იყო, თუ რამე ღირებული ჰქონდა, წავიდოდა გაყიდიდა მოციქულებთან მოიტანდა. მოციქულები თუ ვინმე საჭიროება ჰქონდა, მათ უნაწილებდნენ. და ესე ყველა ერთად ცხოვრობდა, არავინ არ იტყოდაო თავის საკუთრებაზე, რომ ეს ჩემიაო. დღეს იმის გამო, რომ ეს ჩემიაო, ჩვენ ერთმანეთს ჭამთ, მაგრამ ისინი არავინ არ იტყოდა, რომ ეს ჩემია. აი ესე ძმურად ცხოვრობდნენ, ეს ლაპარაკია ქრისტიანულ კრებულზე, ეკლესიაზეა ლაპარაკი. და როდესაც გამრავლდა მოწაფეთა რიცხვი ბერძენთა შორის, ანუ ქრისტიანობაზე მოსულ ბერძენთა შორის, ქვრივთა შორის, იყო უკმაყოფილება, რომ ჩვენი შეიგი ყურადღება არ ექცეოდათ, როგორც ჩანს, არა მართლაც ყურადღებობის გამო, არამედ უკვე მრევლის სიმრავლის გამო რაღაცნაირად რჩებოდა მათი მოსახურება, რაღაცა დაკნინებული იყო, ესე რომ ვთქვათ. და წუხდნენ ამის გამო. და ეს რა თქმა უნდა მოციქულთა საზრუნავი იყო და მოციქულმა პეტრემ ასეთი რამ თქვა, რომ არ არისო სწორიო, რომ ღვთის სიტყვის ქადაგება დაუტევოთ, ანუ შევწყვიტოთ და ტაბლებს, ანუ სუფრებს მოემსახუროთ. ანუ ღვთის სიტყვის ქადაგებას თავი დავანებოთ და იმის ხარჯზე ადამიანთა დაყურება დავიწყოთ. ანუ ეს არ იქნებაო სწორი, იმიტომ რომ პირველესად ის არისო, რომ ღვთის სიტყვა ვიქადაგოთ. ჩვენ ამას ვერ დავანებებთო თავსო სუფრების გამო, მაგრამ ესეც რო არ დარჩესო გაუკეთებელიო. ანუ ნახეთ, ესენი ამაზე ძრუნავენ. განა კი არ თქვეს, რომ ჩვენ სუფრებს ვერ მოვემსახურებით ღვთის სიტყვის ქადაგების ხარჯზე და ჩვენ ამისგან თავისუფალი ვართ, ეს კი არ თქვეს. უპირატესი ის არისო, მაგრამ ესეც რო არ დაგვრჩეს გაუკეთებელიო. ეუბნებიან თქვენ შორის გამოარჩიეთო 7 ადამიანიო, წესიერი, სულიწმინდის მადლით სავსე, სიბრძნით სავსე და მათაც გამოარჩიეს 7 ადამიანი, რომელთა მთავარიც იყო სტეფანე. და ამ 7 ადამიანს ხელი დაასხეს და დიაკვნები უწოდეს. დიაკონია საერთოდ ბერძნული სიტყვა და მსახურებას ნიშნავს. და აი ამ დიაკვნების ერთ-ერთი მთავარი საქმიანობა იყო სწორედ ის, რომ ადამიანებს მოსახურებოდნენ. არა მარტო ხორციელად, არამედ სულიერადაც. იყო ასეთი შემთხვევებიც, რომ როდესაც შეიგი ვერ ხერხდებოდა ავადმყოფის მისვლა, დიაკვნების ხელით ქრისტეს სისხლი და ხორცი მიეწოდებოდათ აი ამ ავადმყოფებს ხოლმე. და ეხლა რა არის მნიშვნელოვანი წმინდა სტეფანესთან დაკავშირებით, რომ ის როდესაც იუდეველებს უქადაგებს და ეუბნება, რომ ღმერთი არ არის შემოსაზღვრული რაიმე ერთი ადგილით, მათ იცოდნენ, რომ იერუსალიმში უნდა თაყვანიეცათ ღმერთისათვის, მაგრამ სტეფანე ეუბნება, მხოლოდ იერუსალიმის ტაძარში კი არ არის ღვთის თაყვანისცემა შესაძლებელი, არამედ ღმერთი ყველგან არის და მხოლოდ ადამიანის მიერ შექმნილ ტაძარში არ მკვიდრობს, არ შემოისაზღვრება ამითი ღმერთი. და ეუბნებოდა, რომ ეს რჯული უნდა დაიღოს და რომ ახალი რჯული უნდა იყოს. რაც არის ახალი აღთქმის ეკლესია, ჩვენ ახალ აღთქმას ვკითხულობთ, ახალი აღთქმის ეკლესიის ნაწილი ვართ. იმ ძველი აღთქმის ეკლესიის ბუნებრივი გაგრძელება უნდა ყოფილიყო ახალი აღთქმის ეკლესია, მაგრამ ქრისტე არ მიიღეს იუდეველებს. აი, როდესაც ამ ყველაფერს უქადაგებს და თქვენ შეგიძლიათ ზედმიწევნით წაიკითხოთ საქმე მოციქულთას მე-6 და მე-7 თავებში, ვინც კითხულობთ კიდევაც იცით, იქ ძველი აღთქმიდან მოყავს მაგალითები, როგორ უნდა ყოფილიყო ბმა, ესე იგი ამ ძველი აღთქმისა და ახალი აღთქმისა, რომ ძველი აღთქმა
ქადაგებდა და წინასწარმეტყველებდა სწორედ ქრისტეს მოსვლის შესახებ. და ეს ვერ აიტანეს. და მოკლედ რო თქვა, ქვებით ჩაქოლეს და ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ აი ამ ქვებით ჩაქოლის პროცესი, რომ თვითონ სტეფანეს განწყობა. ჯერ როგორც ქრისტე გაიყვანეს ქალაქ გარეთ და იქ ჯარსაცეს, ასევე სტეფანის ქალაქიდან გაიყვანეს, რომ ჩაექოლათ. და სანამ ეს მოხდებოდა, სტეფანემ იხილა გახსნილი და თვითონვე თქვა ასეთი რაღაცა, რომ მე ვხედავ ღვთის ძესო, ღვთის მარჯვნივ მდგომარესო. ანუ აქ რაზეა ხან ლაპარაკი, ნახეთ, ძალიან მნიშვნელოვანი რამეა თითოეული ჩვენგანისთვის, რომ სტეფანე მოწამეობრივი აღსასრულისთვის ემზადება, ქვით უნდა ჩაქოლო, წარმოიდგინეთ. და ჩვენ სარწმუნოების სიმბოლოში ვკითხულობთ, რომ ქრისტე დაჯდა მარჯვენით ღვთისა და მამისა. სარწმუნოების წამსი რო გაიხსენოთ. მაგრამ აქ ჩანს, რომ ფეხზე დგას. და სტეფანე ასეც ხედავს. აი წარმოიდგინეთ, ახლა ძალიან უხეში შედარება უნდა მოვიყვანო. ხო პირდაპირ შედარება ღვთისა სხვა რამესთან ვერ შეადარებდა არასდროს, მაგრამ დამოკიდებულებას ამბობს. აი მაგალითად რომელიმე ჩვენგანი შვილი საასპარეზოდ გავიდა. რაღაც კონკურსია, ხელოვნების თუ სპორტის თუ რაღაცა. და შენ მოსვენებით კი არ ზიხარ სკამზე, არამედ ფეხზე დგახარ და ასე გულშემატკივრად. და ქრისტე ასე დგას და უყურებს თავისი ერთგული შვილის მოწამეობას. და ამითი ახლა რა ჩანს ჩვენ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ რაღაცა განსაცდელი გვაქვს და ზოგჯერ ვფიქრობთ, რომ უფალმა მიგვატოვა, პირიქით უფალი ფეხზე დგას და შენ გულშემატკივრობს, რომ შენ გადალახო ეგ განსაცდელი. რა აქედან გამარჯვებული გამოხვიდე. და როდესაც ქვებით ქოლავენ სტეფანეს, ახლა წარმოიდგინეთ, საერთოდ სახარებამ ყოველგვარი ემოციებისგან არის დაცლილი და ძალიან ლაკონურად და ესე იგი მხოლოდ იმ მთავარ სათქმეს გადმოსცემს და უბრალოდ რო წარმოიდგინოთ ადამიანებს უამრავი ქვა ესროლეს, ადამიანს უამრავი ქვა ესროლეს, დასისხლიანებულია, გარდაცვალების პირას არა, რო იტყვია სულს გაფავს და მუხლი მოიტრიკა და ევედრება უფალო შეივედრე სული ჩემი, მიიღევ ჩემი სული, შეწყალებას თხოვს და კიდე რას თხოვს, ნახეთ, ნუ შეურაცხ ამათ ცოდვასა ამას. ანუ ნუ ჩაუთვლი ბრალად, დანაშაულად, ნუ ჩაუთვლი მე რო ქვებით მქოლავენ. და წერია საოცარი სიტყვები, ეს თქვა და დაიძინა. ანუ ეს თქვა და გარდაიცვალა. ეხლა წარმოიდგინეთ, აი როგორ გარდაიცვალა. ორი წინადადება თქვა, ერთი უფალს შეავედრა თავისი თავი და მეორე თქვა, რომ ამათ აპატიერო. და ესე გარდაიცვალა. და ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გარდაცვალების წუთები, გარდაცვალების ბოლო დღეები, რა სულიერი განწყობით არის. თუ ვიღაცაზე გაღიზიანებული ხარ და ასე მიდიხარ, ეს არ იქნება მაცხოვნებელი. აი მაგალითად იყო ერთ-ერთი მონასტერში ასეთი რამ მოხდა, ჩვენ ამაზე ადრეც გვისაუბრია. ორი ბერი იყო, მრავალ ბერთა შორის ორი იყო, რომელსაც ერთმანეთი განსაკუთრებით უყვარდა, მაგრამ ეშმაკმა მოახერხა მათ შორის რაღაცა უსიამოვნების ჩამოგდება. იმდენად, რომ ერთი რო ტაძარში იყო და მეორე შედიოდა, ეს პირველი გადიოდა იქიდან. იმდენად ვერ იტანდნენ ერთმანეთს, დანახვა არ უნდათ. მოხდა ისე, რომ ამ ორიდან ერთ-ერთი ბერი დასნეულდა. და გარდაცვალების პირას არის და საერთოდ მონასტერში ასეთი წესია, რომ ყოველ საღამოს ბერები ერთმანეთს შენდობას თხოვენ. ესეც სახარების წეული მცნება მოციქული პავლე ამბობს, რომ ზე ნუ ჩავაო თქვენს განრისხებაზე. ისე არ უნდა დაღამდეს, ისე არ უნდა ჩავიდეს ზე, რომ ერთი გაგებით, ამას მრავალი სხვა გაგებაც აქვს, მაგრამ აი ამ გაგებით, რომ ისე არ უნდა ჩავიდეს მზე, რომ შენ ვინმეზე განაწყენებული იყო, ან შენზე იყოს ვინმე განაწყენებული, უნდა ეცადო, რომ ეს მოაგვარო. და მით უმეტეს გარდაცვალების წინ ეს ყოველდღიურად იმიტომ ითხოვდნენ შენდობას, რომ ვინ იცის, რომელი ღამე იქნებოდა ბოლო მათთვის. და ეს დასნეულებული ბერი თხოვს წინამძღოლს, რომ მოიყვანეო ძმებიო, რომ შენდობა ვთხოვო და მათ შორის ისიც და პირველ რიგში ის იყო მთავარი, ვისთანაც უსიამოვნება ჰქონდა.
და მოვიდნენ ბერები, რომ მას შენდობა ეთხოვა და ყველა მიცოდა, რომ ეს უკვე გარდაცვალების პირას არის. და როდესაც მოვიდა ბერი, რომელთანაც უსიამოვნება ჰქონდა და შენდობას თხოვა ავადმყოფმა, მან უთხრა, რომ უკუნისამდე არ ვაპატიებ. ახლა სტეფანეს სიტყვების პარალელურად ნახოთ. სტეფანეს ქვებით ქოლავინდა თქვა, არ ჩაუთვალო ამათ დანაშაულიო და გარდაიცვალა. ამან თქვა, რომ უკუნისამდე არ ვაპატიებ. და მოხდა საოცრება. ავადმყოფი ბერი სრულიად ჯანმრთელი წამოდგა ფეხზე და ის გარდაიცვალა იმ წუთშივე. და ეკითხებოდნენ ამ ბერს, რომელიც გამოჯანმრთელდა, რომ რა მოხდაო კი, მაგრამ იქნებ შენ მაინც იციო და მის ამბობდა, რომ ანგელოზი იყო მოსულია ჩემს წასაყვანათო და ყველასგან რომ შენდობას ვითხოვდიო, უნდა ჩემი სული წაეყვანაო და ძმამ რო თქვაო, რომ უკუნისამდე არ ვაპატიებო, მე დამტოვე აქ და მისი სული წაიყვანესო და ანუ მის იქ დარჩენას ეთყობა აზრი აღარ ქონდა, ისე მტკიცედ ქონდა გადაწყვეტილი, რომ არ ეპატიებინა. ხო და თუ ადამიანი ვერ უნდა ცხონდეს და ვერ უნდა გადარჩეს, ერთი წელი იქნება ცოცხალი თუ 100 წელი თუ მაინც არ შეინანებს. აი რა და კიდევ უფრო მეტი ესეც წყალობა იყო ღვთისგან გამოვლენილი მისთვის და რატო? ერთი წლის უპატიებლობის გამო რო არ პატიობს, სხვა არის სასჯელი და 100 წელი რო არ პატიობს, აი რამდენი წელი დატოვებდა ღმერთი, იმდენი წელი ხო არ აპატიებდა. ხო და უფრო მეტი იქნებოდა მისი ცოდვა. და ეხლა რო შევადაროთ, ესე იგი გარდაცვალება. როგორი გარდაცვალება იქნება მაცხონებელი? აი რა მდგომარეობაში ჯარი წერია ყველას, მაგრამ რა მდგომარეობაში იქნება იმ ძმის სული, რომელმაც თქვა, რომ უკუნისამდე არ ვაპატიებო და ასე გარდაიცვალა და სტეფანეს სული, რომელმაც თქვა, არ შეურაცხყვა მათ დანაშაულად. ამიტომ აი ეს ჩვენთვის ძალიან შემაგონებელია და რას გვეუბნება, რომ თუ ვინმეზე ვართ გარისხებული, ვერ ვპატიობთ, რაღაცა გულში ბოღმა გვაქვს რაღაცა, რა ვიცით, რომ ხვალინდელი დღე გათენდება და რომ გარდავიცვალოთ ისე, რომ არ ვპატიობდეთ, მერე ვინ არის ჩვენი მშველელი? უფალი გვეუბნება, მიუტევეთ და მოგეტევებათ. როგორც ჩვენ მიუტევებ, ისე შენ მოგეტევება. და თუ ამბობ, რომ ამას არ ვაპატიებ არასდროს, ესე იგი ვისთვის გამო გაქვს განაჩენი? განა საკუთარი თავისთვის არა, რომ ესე იგი უკუნისამდე არ აპატიებ, უფალი გვეუბნება, როგორც ჩვენ აპატიებ, მამაჩვენაში იგივეს არ ვამბობ, მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთან. და ამიტომაც აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი, როდესაც ქრისტიანულად ცხოვრობს, ამას აცნობიერებდეს, რომ მიტევების გარეშე თვითონაც ვერ გადარჩა. თუ მას ღმერთი არ მიუტევს, ვერ გადარჩა. ღმერთი მას ისე მიუტევს, როგორც თავად იქნება მიმტევებელი. განა იმიტომ კი არა, რომ ღმერთი სამაგიეროს გვიხდის, რომ შენ თუ არ მიუტევი, არც მე მოგიტევ. არა, შენ თუ არ მიუტევ, შენი გული ვერ იქნება იმ მდგომარეობაში, რომ მიტევება მიიღოს. თვითონვე აი ვერ იქნება ამისი დამტევნელი, რომ შენდობა თავად ითხოვოს და შენდობა მიიღოს. მისი გული ვერ დაიტოვს ამას. თორე განა ღმერთს არ უნდა რომ აცხონოს, მაგრამ ეხლა სიფქოს რამდენი წყალიც არ უნდა დაასხა, ვერ მიიღებს ეს. არ არის ამისი მიმღებელი. გაქვავებული გული არ არის მადლის მიმღებელი. ანუ გული, რომელიც არ პატიობს, ვერ იღებს მადლს. და ამაშია მთელი ამბავი. და საერთოდაც ქრისტიანული ცხოვრება, აი ქრისტიანულად რო ადამიანი წარემატება, უპირველესად ჩანს ადამიანებთან დამოკიდებულებაში. ახლა გუშინ ხო მარხვა დაიწყო. მარხვა აუცილებელია, ლოცვა აუცილებელია. წმინდა წერილის კითხვა, წირვაზე დასწრება, აღსარება, ზიარება. ამის გარეშე ეს მაცხოვნებელი საქმეა, მაგრამ ამ ყველაფრის შედეგი ჩანს იმაში, რომ ადამიანი რა დამოკიდებულებაშია თავის მოყვასთან. იმიტომ რომ ესეც უფლის სიტყვებია. რა უთხრა უფალმა თავის მოწაფეებს, რითი გიცნობენო, რომ ჩემი მოწაფეები ხართ, თუ ერთმანეთი გეყვარებათ. აი ამითი გიცნობენო, რომ ჩემი მოწაფენი, ანუ ქრისტიანები ხართ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ერთმა მოგვანიჭოს ჩვენ ძალა, რომ
არ დაღამებულიყოს არც ერთი დღე ისე, რომ თუ იმაზე გული გვიწყრება ვერ პატიობდეთ და თუ იმას ვაწყენინეთ, შენდობა არ თხოვოთ. ხო, ის რომ დაღამდება ოჯახში. ეხლა ოჯახი ხო არ არის ისეთი, რომ რაღაც სიამოვნება არ მოხდეს ყველგან, რაღაცა პატარ-პატარა არის და უნდა შენდობა ითხოვო. ოღონ მხოლოდ შენდობის თხოვნა რომ მომაბეზრებელი არ გახდეს. ამ შენდობის თხოვნასთან ერთად საქმითაც უნდა აჩვენო, რომ შენ მართლაც წუხ ხარ იმის გამო, რაც გააკეთე. თორე ის შეიძლება უფრო მომაბეზრებელი გახდეს და უფრო გაგაღიზიანოს იმან, შვიდას ჯერ რო გეტყვის ვიღაცა შენდობას თხოვო და იგივე საკეთოს. მაგას ჯობია საერთოდ არ ითხოვო შენდობა და საქმით გამოაჩინო, რომ ამ ყველაფერს შენ ანონთ. კიდევ ერთ ამბავს გაგახსენებ და მეც აღარ გადაგვლით. ერთ-ერთი პატერი კი არის ასეთი, რომ შეიგი ერთ ეპისკოპოსთან მივიდა ბერის სტუმრად და ამ ეპისკოპოსმა ქათმის ხორცი მოუმზადა, რომ სტუმარს დახვედროდა. დამბერმა უთხრა, შემინდეო მეუფეო, მე რაც ბერად აღვიკვეცეო. გადავწყვიტე, რომ იმის მერე ხორცი აღარ მეჭამაო და ამიტომ შენდობას გთხოვ ვერ შევჭამ. არადა წმინდა სპირიდონ ტრიუმფონტელის ცხოვრებიდან გახსოვთ არა, მარხვის დღეები იყო და ვიღაცა მშიერი ადამიანი მივიდა მასთან და გამოიტანა ხორცი და დააპირა, რომ მასთან ერთად ეჭამ. აქ იმაზე კი არ არის ლაპარაკი, რომ მოდი ერთმანეთი დავპატიჟოთ მარხვაში და რახან სტუმარია, ამის გამო ანუ ჩვენი შეიგი გემოთ მოყარეობა ძმის სიყვარულად კი არ გავასაღოთ. აქ ლაპარაკი იმაზეა, რომ თუ მართლა იცი, რომ ეს სიყვარული უფრო მეტია, ვიდრე ის მარხვა, მაშინ იმ სიყვარულის საქმეს აღასრულებ, ხორცის სიყვარულის გამო კი არა, ძმის სიყვარულის გამო. და ამბერმა უთხრა, რომ მე ვერ შევჭამო, იმიტომ რომ ესეთი გადაწყვეტილება მაქვს მიღებულიო და მეუფემ უთხრა, ძალიან კარგიაო, კარგი გადაწყვეტილებაო და მე კიდევ რაც ბერად აღვიკვეცო, ხა ეპისკოპოსიც ხო ბერია, ბერად უნდა აღვიკვეცო შენ და შემდგომ ხდება. მე კიდევ რაც ბერად აღვიკვეცო, გადავწყვიტეო, რომ არ დამეძინა ისეო, რომ ვინმეზე ნაწყენი ყოფილიყავიო, ან ვინმე ყოფილიყო ჩემზე განაწყენებული. და ბერმა უთხრა, შემინდეთ მეუფეო, თქვენი სათნოებაო ჩემზე ბევრად აღმატებულიო. ანუ ამ პატერიკით რა ითქმება, იცით რომ ეხლა ჩვენ კი მარხვა დავიწყეთ, მაგრამ ეს მარხვა მნიშვნელოვანია, მაგრამ ამაზე მეტი ის არის, რომ ადამიანი შენ შემორიგებული გყავდეს. ასეთ სახარებისეული მცნებაა, რომ თუ საკურთხეველზეო შესაწირი მიქონდესო და გზაში გაგახსენდესო, შენი ძმა ნაწყენია შენზე, დატოვე შესაწირი. ჯერ წადი შენი განაწყენებული ძმა შემოირიგე და მერე მოდი და შემოსწირი, იმიტომ რომ ყველანაირ შესაწირავზე მეტი არის სიყვარული. ეხლა დედები ვბრძანდებით, მამები ვბრძანდებით. თქვენმა შვილებმა რომ ერთმანეთს რამე დაუშავონ, რადგინა იმის ტკბილეული, თუ ისინი ერთმანეთს არ შეურიგდებიან. განა რამე ტკბილეული და რამე საჩუქარი, აი დაბადების დღეზე უნდა მოვიდეს ორივე და ერთმანეთს ებღვირებიან. რადგინა იმათ საჩუქრები, თუ ისინი ერთმანეთს არ შეიყვარებენ და არ აპატიებენ. აი ეს ამას გეუბნება უფალი, რომ ჯერ თქვენ აპატიეთ ერთმანეთს, ჩაეხუტეთ, მოეფერეთ და მერე კი ბატონო ყველანაირ საჩუქრს უკვე ფასი ეძლევა. თუ არა და არანაირი ფასი ამას არ აქვს. ღმერთმა დალოცვილი და გახარებულები გამყოფოთ. ჩვენთან არ ღმერთი